მოგესალმებით თანამოქალაქენო. დღეს ჩემს არხს ერთი და იგივე თემაზე გაკეთებულ ვიდეოთა პირველი სერიის დასკვნით ეპიზოდს წარმოგიდგენთ. ანუ ქართული დეტექტიური სერიალების ქრონოლოგიის საბოლოო ფაზაზე ვისაუბრებთ. ამ ეპიზოდისთვის განხილვის ტრილოგიაში ყველაზე ცოტა 3 სერიალის ყურება მომიწია. ამ სერიალში პირველი რაც თვალში მოგხვდებათ განათებაა. ყველგან, ყველა სცენაში, ყველა კადრში ნეონის სინათლეებს ძალიან აქტიურად იყენებენ. ეს თხრობას თავისებურ ესთეტიკას ანიჭებს, მაგრამ ამავდროულად გარკვეულ მომენტში უკვე აღარაფრადაა საჭირო. რა თქმა უნდა, ეს რეჟისორის მხატვრულ ხედვაზეა დამოკიდებული, მაგრამ მე პირადად ასეთ საშუალებას მაღალი კოზირივით შევინახავდი და მარტო საკვანძო სცენებში გამოვიყენებდი. რამე თუ ეკრანის ასე უწყვეტად გადანათება, მგონია რომ ვიზუალის დადებით მხარეებს ფაქტიურად აუფასურებს. გადაღების მხრივ სამუშაო მშვენივრადაა შესრულებული. კადრის კომპოზიცია, კამერის მოძრაობა ძალიან ხარისხიანი პროდუქტის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ შემდეგ საქმე ექშენ სცენებამდე მიდის და აი ასეთ მარგალიტებს ვაწყდებით. და ეს ცალკეული შემთხვევა არაა. ასევე თქვენი არ ვიცი და მე უკვე რეჟისორის სიზარმაცად მეჩვენება ტექსტური შეტყობინებების ასეთი ფორმატით ეკრანზე გამოჩენა. ამდენი კითხვა ისედაც შენელებულ ტემპს კიდევ უფრო აგდებს. სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ სერიალის ქუდის და ფერების ზოგადი კორექციის საქმე ადეკვატურადაა მოგვარებული, სხვა სპეცეფექტების უმეტესობა ხარისხით სასტიკად მოიკოჭლებს. არა, ეს ძალიან რთული ვიდეო იქნება. თუმცა ვინც აქ უკვე დიდი ხანია ტრიალებთ, სერიალებისადმი ჩემი მიდგომა კარგად გეცოდინებათ. ვიზუალურ ხარვეზებზე კიდევ შეიძლება დიდად არ გავამოხილოთ ყურადღება თუ ამბავი და პერსონაჟები სათანადოდაა დახვეწილი. მოდით ჩემი და თქვენი დროც რომ დავზოგოთ, აქ ცოტა სწრაფად მივყვები ჩამოწერილ პუნქტებს, რადგან მთავარ და მეორე ხარისხოვან გმირებსაც იმდენი ნაკლი გააჩნიათ, რომ სხვანაირად ხვალამდე აქ მოგვიწევს ყოფნა. ესე იგი, მთავარი პერსონაჟი ურმური და ყოველი დადებითი თვისებისგან დაცლილია. მთავარი სასიყვარულო ინტერესის მთელი ხასიათის ქვაკუთხედი, კუნთების ქონა და სამართლიანობისთვის ბრძოლის წყურვილია, მაგრამ ბოდიში და მთლიანობაში ერთი ბოთე კოპია. ეს კაცი საერთოდ გამეხარდა რომ მოკლეს, რადგან 12 სერიის განმავლობაში ასეთი საოცარი დონის შესრულების გაძლება ნამდვილად არ შემეძლო. რა ვერ გაიგე? შეიგნე რომ არ დავანგრევა მოჯახ. ასევე მიუხედავად იმისა, რომ სულ ამაზე მიგვანიშნებენ, მთავარ პერსონაჟებს შორის არანაირი ნაპერწკალი არ ჩნდება და ქიმია აბსოლუტურად არ გააჩნიათ. პირიქით, ძალიან უხერხულად არიან ერთმანეთთან. არა მთავარი პერსონაჟები უბრალოდ დეკორაციებად დგანან, თუმცა უნდა აღვნიშნოთ 2-3 გამონაკლისი. პირველი ქობულეთელი პოლიციელია, რომელსაც გაგიკვირდებათ და გამოკვეთილი ხასიათი გააჩნია და ასევე ერთადერთია გამომძიებელთა ტრიოში აზროვნების აქტიური უნარით. მეორე ტატოს ბაბუაა, რომელიც ძალიან საინტერესო ტიპი ჩანდა, მაგრამ მგონია რომ საკმარისი გასაქანი არ მიეცა და შესაბამისად, უფრო დიდ ფუნქციას დავაკისრებდი ვიდრე სცენებს შორის სიცარიელის შევსება და შვილიშვილისთვის ინფორმაციის მიწოდებით შინაარსობრივი ღრმულების გადაფარვაა. მესამე გამონაკლისს კი გიორგი ცავა და დათო დარჩია წარმოადგენენ, რომლებიც ძალებს არ ზოგავენ ამ ქაოსისთვის როგორმე ყურებადი სახის მისაცემად და იცით რა, მაინც ვიტყვი, მგონი სწორედ ესენი ატარებენ ზურგით მთელ სერიალს. ამ ერთი სცენის გარდა აქ მთავარი ანტაგონისტი ერთიანად დებს იმ პერფორმანსსა და ენერგიას, რასაც ზემოხსენებულნი სერიებზე ანაწილებენ. პერსონაჟების ძირითადი მიმოხილვა ასე გამოიყურება. შინაარსობრივად სერიალის მიყოლა საკმაოდ რთულია. ამბავი ძალიან იწელება და თანაც გმირების მოქმედებების 99.9% გაუგებარია, რაც სიტუაციას ალოგიკურად აქცევს. აქ არა მარტო გამომძიებლები ირჯებიან ნელა, არამედ ვილენიც. მაგრამ ისე სამაგიეროდ ასე ორივენი ერთმანეთის შესაფერის მეტოქეები ხდებიან. კიდევ ერთი რამ რაც შევამჩნიე ისაა, რომ ყველა მამრობითი სქესის პერსონაჟი მთავარი გმირის მიმართ მიზიდულობას განიცდის. ეს გარდა იმისა, რომ არაბუნებრივია, ძალიან კრინჯი და დამღლელი მომენტიცაა, რომელიც უსასრულოდ მეორდება და ზოგადად მომეჩვენა, რომ სერიალი თავის თავს მიუხედავად აქა-იქ შემსუბუქების ცდილობებისა ზედმეტად სერიოზულად აღიქვამს. ეს კი მის ნაკლოვანებებს უფრო მკვეთრად უსვამს ხაზს. სცენარი რეალურად არაა საკმარისად ძლიერი არც დაძაბული ფსიქოლოგიური თრილერისთვის და არც დეტექტივისთვის. თუნდაც აი ეს სცენა ავიღოთ. ეს პერსონაჟი ლეო ცდილობს ოთახიდან ისე გაძვრეს, რომ კუთხეებში დამონტაჟებულმა კამერებმა არ შეამჩნიონ, როგორ ალაგებს ჩემოდანს. ანუ შეხედეთ, კარგია ჯეიმს ბონდ ყოჩახ. სიტუაცია გამოსწორებისკენ მიდის სასწრაფოს შემოსვლით, რადგან სასწრაფოს მანქანით გაქცევა მართლა ჭკვიანურია. თუმცა ვინ გაცლის მოსვენებას? განგსტერები ლეოს დასაჭერად ისევ არ საიდან ჩნდებიან, მაგრამ რა გასაკვირია, ბროს ახლიდან 20 მეტრში ჩამოხდა. ბარემ სანამ ამ გმირზე ვსაუბრობთ, იმასაც ვიტყვი, რომ მისი ჰიპნოტური უნარების მთელი სტორილაინი, რომელიც ფაქტიურად სიუჟეტის ერთ-ერთ ცენტრალურ ფუძეს წარმოადგენს, ძალიან სუსტია და ჩავარდნებითაა სავსე. წესით თითქოს ყველას და ყველაფერს ერევა, მაგრამ საკმარისია ცხელი ყავის რამოდენიმე წვეთი და მთელი ეს ჯადოსნობა წყალში იყრება. მაგრამ ხშირ შემთხვევაში მუსიკა ისე ხმამაღლაა აწეული, რომ მაინც ვერ გაიგებთ რა მოხდა. რაც შეეხება ფინალს მე-11 სერიის ბოლოს ამბავში კიდევ ერთი პერსონაჟი იჭრება, რომლის
წარსულისა და мотиваციის ასახსნელად ზუსტად 15 წამი იხარჯება. მერე დაჭრიან და მორჩა, ისევ გადადის დავიწყების ბურუსში. ამ გმირის არსებობის მთელი აზრით დეტექტივების ვილენამდე მიყვანა ყოფილა. რაც გონი ამ შემთხვევაში არაა საკმარისი მიზეზი სცენარში ახალი სახის ჩასაწერად. ხოლო მე-12 სერია ეგრეთ წოდებული cliffhanger-ით მთავრდება შემდეგ სეზონზე მისანიშნებლად, რომელიც რასაკვირველია აღარ გადაუღიათ. სერიალს 10-დან მხოლოდ 3.5 ქულით შევაფასებდი, ისიც გადაღების ხარისხის ხათრით. რადგან ტელევიზიების მიერ გადაღებული დეტექტივები ამოვწურეთ, მოდით თვალსაჩინო გავაფართოვოთ და სამიზნეები სხვაგანაც ვეძებოთ. მაგალითად, კავია პლუსზე. უხილავი თამაში მარი ბექაურის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული, რომელიც ტრადიციულად არ წამიკითხავს და ამიტომ სერიალს ვერ შევადარებ. მოქმედება ორი პერსონაჟის გარშემო ვითარდება, რომლებიც უცნაური მოვლენების ჯაჭვით უკავშირდებიან ერთმანეთს. თუმცა ჩვენ თავიდან არ ვიცით როგორ. ამას მხოლოდ მთავარ გმირთა მეორე ჯგუფთან ერთად თუ გავიგებთ. პორტრეტები უმეტესწილად მისაღებადაა დამუშავებული. მართალია ხასიათების ნაწილი მეტნაკლებად ზედაპირული ჩვენა, მაგრამ წინა სერიალთან რა შედარებაა. გონი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი ალექსია. იგი ამ მისტიურ ამბავში ზუსტად ჩვენსავით თანდათანობით ეფლობა. თანაც ისიც მომეწონა, რომ სხვებთან შედარებით ზედმეტად ბევრი ტექსტი არ აქვს და სათქმელის გადმოცემა ძირითადად მის რეაქციებსა და ემოციებზეა დამოკიდებული. რამე თუ ყველაზე რთული ეკრანზე სიჩუმის შესაბამისად ათვისება და გამოყენებაა. ალექსი ამბების უბრალო მოწმე არაა. სერიების განმავლობაში აშკარად ჩანს რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი მის პიროვნებაზე და რა ცვლილებებს განიცდის მათ გამო. იგივეს ვიტყოდი ნინო კასრაძის პერსონაჟზეც. შესაბამისად ეს ორი გმირი გვერდ-გვერდ რომ დავაყენოთ, დავინახავთ როგორ მოქმედებს ერთი და იგივე მოვლენა ორ სხვადასხვა ხასიათის ადამიანზე. გარდა წინა პლანის პერსონაჟებისა, დანარჩენებიც ასე თუ ისე დასამახსოვრებელი სახეები არიან. მაგალითად ეს პერსონაჟი, რომელსაც მგონი ყველაზე დადებითი გავლენა ჰქონდა თავის გარემოზე და მისი ისტორიაც მართალია ტრაგიკულად, მაგრამ ძალიან კარგად შეიკრა. იგი არ არსებობდა როგორც მორიგი ფიგურა ეკრანზე, არამედ როგორც ნამდვილი ადამიანი, თავისი ხასიათით, მიზნებითა და ფილოსოფიით. რაც შეეხება სხვა მთავარ გმირებს, კახა კინძურაშვილის და ეკა დემეტრაძის პერსონაჟების ცენტრალური თვისება მათი პროფესიებია, ხოლო სოფია გილგა და ნიკოლოზ მეში იმდენად არეული ტიპები არიან, რომ ბოლომდე ვერც ამოვხსენი მათი ხასიათები. და ზოგადად რომ არ მოგატყუთ, სერიალის ნახევარი დრო ვერც ხვდებოდი რა ხდებოდა. ამ ხრივაც გეტყვით ორიოდე სიტყვას. უხილავ თამაში უხვადაა მისტიკის ელემენტები, რომლებიც უმეტესად იმდენად ჩახლართული და აუხსნელია, რომ ამბავს ძირითადად ბრმად უნდა მიხვდეთ. რამე თუ რატომ ხდება ასე თუ ისე არის კითხვა, რომელზე პასუხის გაცემასაც კიდევ ცალკე ენერგია და დრო უნდა. ეს ფაქტი თითქოს ცუდიცაა და კარგიც. კარგია, როცა მედია, რომელსაც ვუყურებთ ან ვკითხულობთ, გონებას აქტიურად ამუშავებს, მაგრამ ცუდია თუ იმდენად აქტიურად, რომ თავად ნაწარმოებისთვის თვალის მიდევნებას ართულებს. თუმცა სერიალში მეორე უკიდურესობასაც ხვდებით გილგამეშზე უსასრულო და ძალიან პირდაპირი მინიშნებების სახით. ბოლო-ბოლო როგორც უკვე მიხვდებოდით, მთავარი პერსონაჟების გვარები უბრალოდ მითიური ხელმწიფის სახელია შუაზე გაყოფილი და ცალკეც ნიკოლოზ მეში არაფრის დიდებით არ წყვეტს მასზე საუბარს. ტექნიკურ მხარეს რომ თვალი შევავლოთ, აუცილებლად შევამჩნევთ, რომ წარმოების ხარისხი ძალიან მაღალია, რაც ბუნებრივია, რამე თუ შემქმნელებს ბიუჯეტი აშკარად უხვად ჰქონდათ. ამას მარტო კავიას გამოწერის საფასურის გამო არ ვამბობ, არამედ უფრო იმიტომ, რომ თითქმის ყველა საგანი რაც ეკრანზე ჩნდება, ძალიან აშკარა product placement-ია. რამდენიმე წუთიანი უწყვეტი კადრები, კომპანიების ლოგოები კადრის ცენტრში, თითქოს YouTube ვიდეოს შუაში რეკლამა ამოაგდო, რომელსაც გამოტოვების ღილაკი არ აქვს. ის რისი არ შემჩნევაც ასევე შეუძლებელია, ეპიზოდების ქრონომეტრაჟის ეტაპობრივი კლებაა. პირველიდან ბოლო სერიამდე მოცულობა თითქმის ნახევრდება, რაც ყოველთვის იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამბის მოყოლა გაცილებით უფრო მოკლედაც შეიძლებოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოლო ეპიზოდში მაინც ყველაფერი ასე თუ ისე კარგად დაალაგდა. სწორედ ამიტომაც ის ჩემი ფავორიტია, როგორც იქნა ახლა მივხვდი რა ხდებოდა მთელი ეს დრო. და ზოგადად სერიალით რომ ასეთი ოდნავ მსუბუქი და აჩქარებული ტემპით განვითარებულიყო, მგონია უმჯობესი იქნებოდა, რამე თუ დასაწყისიდან ბევრი დრო წავიდა ლაპარაკსა და არაქმედებაში. და მაინც უხილავი თამაში ჩემი შეფასებით 10-დან 5.5-ს მაინც იმსახურებს. ამის მონადირეები ქართულ დეტექტიურ მრავალსერიან კინონაწარმოებებს შორის პირველი YouTube სერიალია და ჟანრობრივადაც უფრო სხვა კონკრეტულ ნიშას მიეკუთვნება დანარჩენებისგან განსხვავებით. ეს ტრადიციული საპოლიციო დრამა არაა, რომელსაც წლების განმავლობაში ყველანი მივეჩვიეთ, მაგრამ მის უნიკალურობაზე მოდით განხილვის ბოლოში ვისაუბროთ. პირველივე სცენიდან ავტორები ძალიან მკვეთრად გამოხატავენ როგორც მოვლენების დინების სიჩქარეს, ისე პერსონაჟებსაც. ექსპოზიციური ნაწილი საკმაოდ თანმიმდევრულია იმისათვის, რომ ყველა გმირს ზუსტად იმდენი გავიგოთ, რამდენიც ამ მომენტში გვჭირდება. დიალოგებზე მეტად თვალში
სცენების ქორეოგრაფია და ოპერატორის მუშაობა მოგხვდებათ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟების ლაინების ნაწილი ცოტა უხერხულია, რაც თავის მხრივ ხან სცენარის გამო ხდება, ხანაც სამსახიობო შესრულების, ეს დიდ ნაკლად ვერ ჩაითვლება, რადგან ფაბულა ძირითადად მაინც მოქმედებების წყალობით იშლება. არ გულისხმობ მხოლოდ ბრძოლის სცენებს, არამედ ზოგადად ქმედებებს, გადაწყვეტილებებს, რომლებსაც პერსონაჟები იღებენ და სიტყვის მაგივრად ქცევით აჟღერებენ. ეს ჩემი აზრით მაყურებელთან კომუნიკაციის ყველაზე ეფექტური გზაა, რადგან კინოს მხოლოდ კი არ ვუსმენთ, არამედ ვუყურებთ კიდეც, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს. ღამის მონადირეები არაა სერიალი, რომელსაც სახლის საქმეების კეთებისას ფონად ჩართავთ. იგი მთელს თქვენ ყურადღებას ითხოვს და შესაბამისად ასეთ დროს არა მხოლოდ პლუსები, არამედ მინუსებიც უფრო იკვეთება. ახლა გეტყვით მე რა მომხდა თვალში ამ მხრივ. პირველი ის ფაქტია, რომ პირველ ეპიზოდში მთავარ გმირს ელენას სიარულის ფუნდამენტური პრინციპები რამოდენიმეჯერ დაავიწყდა. დედამისმა მის თბილისში დარჩენაზე ისტერიკა მოაწყო, მაგრამ მისი და ზედმეტი კითხვების გარეშე დატოვა. ასევე ვერ მიხვდი, საიდან გაიგო ბატონმა ანდრიამ მონადირეების ზედმეტ სახელები. მათი ფორუმის ინტერფეისიც არა ამთლად როგორ გითხრათ, დროის შესაფერისი. ტელეფონის ეკრანზეც ცოტა არაბუნებრივადაა ჩასმული. შეცდომები, რაზეც მართლა გული დამწყდა, არც ისე დიდია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მათი არიდება რეალურად არც ისე რთულია. გულისხმობ დაღამება გათენების კლასიკურ ფენომენს, ანუ როცა ერთი და იგივე სცენაში რაკურსების ცვლილებისას უადგილოდ ღამდება ან თენდება. ასევე ის, რომ პირველ სერიაში უნივერსიტეტად გამოცხადებული შენობა შემდეგში დეტექტივების ჰედქორთერად იქცევა. ახლა კი მოდით მედლის მეორე მხარესაც შევხედოთ. მიუხედავად სცენარში არსებული ჩავარდნებისა, სამსახიობო შესრულების არათანაბარი დონისა და ზოგიერთი საბრძოლო სცენის ქორეოგრაფიული მონახაზის აშკარანელი ტემპისა, ღამის მონადირეების სწორედ ამდენივე დადებითი თვისების დამსახურებით სასიამოვნო საყურებელია. განსაკუთრებით იმიტომ, რომ სერიალი საკუთარ თავს გადაჭარბებით სერიოზულად არ აღიქვამს. ეს ხუმრობები და კამეოები განწყობას სწორედ იმ მომენტში წევს მაღლა, როცა საჭიროა, რათა უკიდურესობაში არ გადავიდეთ. ასევე არის ზოგი რამ, რაც შეიძლება უცნაურია, მაგრამ მე მაინც თავისებურად მომეწონა. თუნდაც ის, რომ მონადირეების ბინის შესასვლელი ძალიან მაგონებს ბილბოს სახლის კარს. ის, რომ დეტექტივი ანდრია თავადვე ამჩნევს, როგორ გადადის ფსიქოზში, მისი ობსესია მონადირეების სახელების საიდუმლოს ამოხსნაზე. ვერტო. რასისულელეო. თუნდაც ისიც, რომ ყველას შედარებით სერიოზული იარაღი აქვს საბრძოლოდ, ელენას კი უბრალოდ ჯოხი. შეიძლება ზოგს ეს ჟურნალისტი ზედმეტადაც მოხვდა თვალში თავისი ცანცარა გამოხდომებით, მაგრამ ჩემთვის ის მშვენივრად ჩაჯდა სიტუაციაში და ეს ხასიათით ზომიერად მოირგო. და აი აქ კიდევ ერთხელ გადავხედოთ პერსონაჟებს, სანამ ფინალურ დასკვნამდე მივალთ. ამ სერიალში ოვერაქტინგის დონე ყველა იმ ნაწარმოებს შორის, რომლებიც ამ ტრილოგიაში ვნახე, ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ამის მიღწევა ადვილი არაა, განსაკუთრებით მცირე გაბარიტების წარმოებაში. შესაბამისად, ღამის მონადირეები კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მსახიობისათვის ამოცანის სწორად განმარტვასა და ტიპაჟების სწორად შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის სერიალში ყველაზე მეტად მაინც ძმები ანდრია და ჟურნალისტი გამოიკვეთნენ ამ მხრივ. კი, მთავარი ვილენიც ძალიან კარგადაა დამუშავებული, მაგრამ რადგან ეს მისი ისტორია არაა, მეორე მხარეს დგომი გმირები, რომლებიც მოვლენების ცენტრში არიან, უფრო მკვეთრად კაშკაშებენ. მათი გარეგნული შტრიხებიც ამ ხასიათების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდ როლს თამაშობენ და პერსონაჟებს უფრო ბუნებრივად აქცევენ. და ბოლოს სერიალში დღევანდელობისთვის ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი თემებია წამოჭრილი, თანაც მაქსიმალურად ზუსტად შერჩეული ტონით. ამ სამი ვიდეოს განმავლობაში ხშირად მithქვამს თქვენთვის, როგორი მნიშვნელოვანია ფართო წვდომის მქონე მედია მხოლოდ გასართობად არ იყოს შექმნილი და როგორ ზრდის ნამუშევრის მხატვრულ დონეს ასეთ რამეებზე სწორად საუბარი. ყველაფრის გათვალისწინებით ღამის მონადირეები 10-დან 8-ს იმსახურებს და იმედია მასზე საუბარს კიდევ მოვახერხებთ მომავალში, როცა მეორე სეზონი გამოვა. და აი ჩემი YouTube არხის არსებობის ისტორიაში პირველი ვიდეო სერიების დასასრულიც დადგა. ამ ვიდეოს კეთებამ კიდევ ერთხელ შემახსენა, რატომ მომწონს ასე ძალიან ეს საქმე. ბევრ დადებით შედეგებთან ერთად ვიდეო ესეების კეთებას ავტორის მიერ ინფორმაციის გაზიარების გარდა ის კარგი თვისება აქვს, რომ მათი შექმნისას თავადაც სწავლობ ბევრ რამეს. რამდენი სერიალის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა, რამდენი საინტერესო პერსონაჟი გავიცანი, მაგრამ ყველაზე დიდი რამ, რაც ამ ტრილოგიისგან მივიღე, აბსოლუტურად ახალი პერსპექტივაა ზოგადად კინოსა და მედიაზე. პირველი ვიდეოს გადაღებისას არც კი მიფიქრია, რომ 2006 წლის შემდეგ შექმნილი რომელიმე დეტექტივი განსახილველად შესაფერისი იქნებოდა, რადგან ეს ეპოქა ნოსტალგიური თუ სხვა სუბიექტური მიზეზების გამო ამ ჟანრში ერთადერთი მნიშვნელოვანი მეგონა. მეორე ნაწილის მონტაჟისას თითქოს საბოლოოდ დავწუნდი კიდეც ამაში, მაგრამ დღეს შეფასებულმა ბოლო სერიალმა განწყობა შემიცვალა. ღამის მონადირეების ყურების შემდეგ მივხვდი რა აკლდა ქართულ დეტექტივებს მთელი ეს დრო და რატომ ვერაფერმა მომაწონა თავი ისე როგორც ცხელმა ძალმა. მივხვდი, რომ ყველაფრის ამოსავალი წერტილი ბოლოს და ბოლოს არა წარმოების ხარისხი, ტექნიკური მხარე ან სხვა მსგავსი რამეებია, არამედ სწორედ რაიმის შექმნის ჟინი და მონდომება. რეალურად ნაწარმოები მხოლოდ მაშინაა ცოცხალი, როცა მასში მთელს შენ სულსა და ენერგიას დება. დააკეთება არა იმიტომ, რომ საეთერო დრო შეავსო ან ზოგადად მატერიალური მოგება ნახო, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეგიძლია. ამის კიდევ ერთხელ შეცნობამ ჩემი აზრით ვიდეო ესეების ამ სერიას საუკეთესო დასასრული მოუტანა, რომელზეც ოდესმე ვიფიქრებდი. სერიალები ამოიწურა, მაგრამ დღევანდელი დროისთვის დარჩა იმედი და მოლოდინი იმისა, რომ მომავალში თუკი წარმოებისადმი ასეთი მიდგომა უფრო ფართოდ მოიცავს ინდუსტრიას. 2000-იანი წლების დასაწყისი სამუდამოდ არ დარჩება ქართული დეტექტივების ოქროს ხანა და ვინც ის რა იქნება 10 თუნდაც 5 წელიწადში. მაგრამ თუკი მაშინ ისევ შევხვდებით, იმედი მაქვს სასაუბრო ბევრი
ვიდეოები გვექნება ამ თემაზე და უფრო მეტად დადებითი. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ კი თქვენს შორის არიან ადამიანები, ვინც სამივე ვიდეო ნახეთ, მინდა მთელი გულით გადაგიხადოთ მადლობა. თუ აქ პირველად მოხვდით და ტრილოგიის სრულად ნახვა მოგინდათ, პლეილისტის ლინკი აღწერაშია. სხვა მხრივ კი თუ კი ეს ვიდეო მოგეწონათ, დალაიქეთ და არხი გამოიწერეთ, ეს აქ ჩემი ბოლგაელობა არაა და ხო, კარგად იყავით. Y'all been over